თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია ირაკლი ალსანია, ბატონო ირაკლი, გავიმეორებ მოკლედ ჩემ შეკითხვას. თქვენი აზრით უნდა შეეგუოს თუ არა პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება იმას, რომ ნაციონალური არხები არის ნაციონალური მოძრაობის კონტროლქვეშ? არ უნდა შეეგუოს, რა თქმა უნდა და ჩვენც არ ვეგუებით, ამიტომაც გვაქვს ძალიან დიდი ზეწოლა ეხა გადატანილი საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს არის ჩვენი ფული, ჩემი, თქვენი ფული, რომელიც იქ იხარჯება. ამიტომაც მე შევხვდი საზოგადოებრივ მაუწყებლის ხელმძღვანელებს, მქონდა შეხვედრა საერთაშორისო დონორებთან და მე შემიძლია ესეთი ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწევადია. ჩვენ თუ გახსოვთ და მე მithქვია თქვენს ეთერშიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მეტნაკლებად მართლაც გამოსწორდა სიტუაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეტნაკლებად დაბალანსებულად აშუქებდნენ როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას. ამიტომ როდესაც არის ესეთი თანხვედრილი, როგორც შიდა ოპოზიციური ზეწოლა და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, ესეთი გარკვეული პროგრესი მიღწევადია. თუმცა რასაც თქვენ ბრძანეთ, ეს იყო პოლიტიკური პარტიების გაშუქება და შუქდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე იგივე ის მდგომარეობა რეგიონებში, რასაც მაგაზე მინდა გითხრათ, ჩვენ გვაქვს საუბრები, რომ აუცილებლად გაშუქდეს თემატურად რა არის ყველაზე პრობლემური ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის სოფლის მეურნეობა, სოციალური მდგომარეობა, ჯანდაცვა. აი საკითხები იქნება, რაზეც მე იმედი მაქვს, რომ მივახცევთ, რომ პოლემიკა, დისკუსიები გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ასევე უნდა ავიღოთ მეორე არხი. მეორე არხი, რომელიც გარკვეულწილად პოლიტიკურად მიცემული აქვს ოპოზიციას, რომ აქვს საშუალება იქ საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ, მაგრამ საზოგადოების, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას ვერ ხედავს, იმიტომ რომ არ არის დაფარო რეგიონებში. აი ეს პრობლემაც დავაყენეთ და მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ ასე ვთქვათ, გარკვეულად შეიძლება ეს გამოსწორდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ბოლომდე უნდა გავყვეთ რუსთავი 2-ის და იმედის მფლობელებს. უნდა ვიცოდეთ ზუსტად საზოგადოებამ ვინ მართავს და ვინ დგას დაფინანსების. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ რეალურად მივალთ იმ პიროვნებამდე? ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. თვითონ ხელისუფლებამ გამოხატა რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ ინიციატივა იმის შესახებ, რომ მედია მფლობელების ვინაობა უნდა გახდეს გამჭვირვალე. თუმცა ამასთანავე, როდესაც საუბრობთ იმაზე, იქნებიან თუ არა რეალურად ეს პიროვნებები, ასე ვთქვათ, ის რადგას მათ უკან, რა თანხების მფლობელები არიან ხელმისაწვდომი, ხელისუფლება პრინციპში ამაზე საუბრისგან თავს იკავებს. საერთოდ რას ნიშნავს თქვენი აზრით ეს ინიციატივა? მათი მხრიდან წამოსული. ეს არის ზოგადად საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის საერთაშორისო ზეწოლა, ჩვენი ზეწოლა, რაზედაც მოუხდათ მათ რეაგირების გაკეთება. აი ეს არის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იმედზე და რუსთავი 2-ზე რაღაც პროგრესი შეიძლება მიღწეული იქნას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა მართლა გავაშიშვლოთ ის, რაც ხდება ამ ორ არხეს მფლობელებთან დაკავშირებით. ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ ამას ფლობს სააკაშვილი, პირადად და ის ჯგუფი, რომელიც მის ირგვლივ არის. და ეს საზოგადოებას უნდა უთხრათ. ეს არ ნიშნავს, რომ ვიდრე სააკაშვილია ხელისუფლებაში, რომ ეს პრობლემა გადაუწყვეტია, ამაზე არ ვილაპარაკოთ. მაგრამ პროგრესი შეიძლება მიღწეული იქნას საზოგადოებრივ არხზე. ხელშეწყობა უნდა ქონდეს ისე დამოუკიდებელ არხებს, როგორც არის კავკასია, მაესტრო, სხვა არხები, ინტერნეტ ტელევიზიას. აი აქ უნდა წავიდეს ის დახმარება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოვიდა საქართველოში. და თქვენ ახსენეთ ძალიან ერთი სწორი ფრაზა, შევეგუოთ, არ უნდა შევეგუოთ, მაგრამ არ შეგუება ნიშნავს ყოველდღიურ შრომას, ყოველდღიურ ჩართულობას ამ პროცესში. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები, პოლიტიკური ოპოზიცია, ჩვენი საქმე არის, რომ დღენიადად მოსვენება არ მივცეთ და ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც. მოემზადოთ შემდეგი არჩევნებისთვის, როგორც თავად ჩვენი პარტია, ასევე საარჩევნო გარემო და არჩევნებში დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა. მედიის საქმე არის, რომ ეს ობიექტურად გააშუქოს. საზოგადოების საქმეა, რომ გამოფხიზლდეს და რეალურად შეაფასოს შექმნილი ვითარება და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რასაც სააკაშვილი სხვადასხვა ეთერებში იძახის. ბანერკლი, სწორედ თქვენთან შეხვედრისას თინა ქეიდნაუმ განაცხადა, რომ 30 მილიონი ამერიკული დახმარება უკვე არის საქართველოში და აქედან 10 მილიონი უნდა მოხმარდეს მედიას. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორ გადანაწილდება ეს თანხები, ან თუ აპირებთ, რომ ჩაერთოთ ამ საკითხში? ჩვენ გვქონდა შეხვედრა USAID-ის ხელმძღვანელობასთან და დავინტერესდით თუ რა პროცესია ეს, გარკვეულად რამდენიმე 3 კვირის წინ. და ჩვენ ვიცით, რომ შეირჩა ახალი ჯგუფი, ვინც ამ ასე ვთქვათ, დაფინანსების დანაწილებას გააკეთებს, იმის იქით რა თქმა უნდა ჩვენი საქმე არ არის. ეს თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მკაცრი მონიტორინგი ჩავატაროთ შემდეგ უკვე გაცემულ გრანტებს. ეს ჯგუფი ქართული იქნება თუ ამერიკული? თქვენი ინფორმაცია. ვიცი, ეს არის თვითონ უცხოური ჯგუფია, მაგრამ ქართველი, ასე ვთქვათ, პარტნიორები ეყოლებათ. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მკაცრი ზედამხედველობა
კონდეს თუ როგორ დაიხარჯება და რა შედეგი აქვს. მოგეცემათ თქვენი აზრით ასეთი ზედაპირული. მოცემა რა ჩემი უფლებაა, როგორც საზოგადოების და როგორც პოლიტიკური ძალის. ბატონო ირაკლი, გარდა მედიისა თქვენი აზრით აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება იმ გამოკითხვებსაც, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად ტარდება. მე ვგულისხმობ თუნდაც გუშინ გავრცელებულ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის რეიტინგებს, რომელშიც ხელისუფლება ძალიან დიდი უპირატესობებით ლიდერობს მთელი რიგი გამოკითხვების შედეგად. კონტროლქვეშ არის ეს გამოკითხვები თქვენი აზრით? თავისთავად თვითონ შედეგები არის ირონიის მომგვრელი, მე მგონი, როდესაც 85% თუ 3% საზოგადოების, რომლის 55% უმუშევარია, მხარს უჭერს დასაქმების პოლიტიკას სააკაშვილის. თუმცა ეს ადეკვატურია არჩევნების შედეგებისა? არა, არ არის არც არჩევნების შედეგების ადეკვატური და არც განწყობების ადეკვატური. თვითონ მე არ მაქვს უფლება იჭვი შევიტანო ისეთ ავტორიტეტული ორგანიზაციის როგორც აირაია მის კეთილსინდისის არემოში პირიქით მე ვენდობ იმას და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ერთობლივადაც ვაკეთებთ მაგრამ აქ არის მეთოდიკაზე საუბარი და დღეს საქართველოში აირაისგან დამოუკიდებლად NDI-ისგან დამოუკიდებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული ნაბიჯები შიშთესავენ საზოგადოებაში აი ჩვენ ხო გვახსოვს როგორ ტარდებოდა არჩევნების წინ დამუშავება ჩვენი მხარდამჭერების რომ დაკარგავდა მისი ძმა, მისი და დედამისი სამუშაო ადგილს თუ კი შეხვდებოდა ოპოზიციის წარმომადგენელს თუ კი ხმას მისცემდა ოპოზიციას. ასეთი შიშის კულტურის პირობებში, როდესაც კამერით ვიდეო გადაღების დროს ან თუნდაც პირდაპირ გეკითხებიან შენ მხარს უჭერ ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, ბუნებრივი ადამიანი გულწრფელი არ არის, იმიტომ რომ მას შიში აქვს. რომ მისი ახლობელი დაკარგავს სამუშაო. სწორედ დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამერების თანდასწრებით ხდებოდა ამ ადამიანების ჩაწერა, თუმცა მიხეილ მაჭავარიანმა გამორიცხა რატომღაც ეს შესაძლებლობა გამომდინარე გელაპის ავტორიტეტულობიდან. თქვენი აზრით, მე არ ვფლობ ინფორმაციას მაჭავარიანმა რაზე დაყრდნობა უნდა იყოს თუ არა ოპოზიციის ინტერესში ის, რომ რეალურად მართლა გახდეს ცნობილი იყო თუ არა კამერები გამოყენებული ამ გამოკითხვების. ის რა, ეხა ეს დეტალები. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე ვატარებ ჩემს გამოკითხვას. ეს არის ხალხთან შეხვედრა ყოველდღიურად, სადაც ვხედავ, რომ 80% ჩვენი მოსახლეობის არის ჯანდაცვის გარეშე დატოვებული, 55% უმუშევარია და მათ ყოველდღიურად რო თავი გაიტანონ, ამისთვისაც სჭირდებათ ბრძოლა ყოველ დღე. 72 თეთრს აძლევს სახელმწიფო ყოველ მეხუთე სიღარიბის ზღვარს მიღმა ჩვენს თანამოქალაქს. ეს არის რეალობა. თუმცა სწორედ ეს რეიტინგებია, რომლის მიხედვითაც ნაციონალური არხები ქმნიან თავიანთ რეალობას და გარდა ამისა ამ რეიტინგების მიხედვით მსჯელობენ სხვა ქვეყნებშიც. რა ვქნათ ამიტომ? დადოთ ალტერნატიული რეიტინგი მაგალითად. არა, მე მაქვს ჩემი რეიტინგი, მაგას გეუბნებით. მე ეს მოგიყევით რეიტინგებს. არა, რეიტინგი რომელიც საჯარო გახდება, რომელსაც ასევე ავტორიტეტული ორგანიზაცია ჩაატარებს. ხო, ესეც მოხერხდება, მაგრამ ამას სჭირდება ფინანსები. ამას სჭირდება დაფინანსება. საკმაოდ დიდია დღეს ოპოზიციური სპექტრი საქართველოში. როგორ ფიქრობთ, არ შეიძლება შეგროვდეს ის ფინანსები, რომელიც საშუალებას მოგცემთ ამის ჩატარებას? არა, მე თავარი ჩემთვის არის მოემზადო არჩევნებისთვის, როგორც პოლიტიკური ძალა. დიახ. მე ჩემ რეიტინგებს ვატარებ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებით. და რეიტინგებისაც აღელვებს იმან ატაროს. თავარია შედეგი, რომელიც დადგება არჩევნებზე. ჩვენ თუ გახსოვთ, რამდენიმე კვირით ადრე გვეუბნებოდნენ, რომ 6%-ი ჰქონდა რეიტინგი. და რეალურად დაფიქსირდა სხვა შედეგი თბილისის არჩევნებზე. ხო ეგრე იყო. ამიტომ თავარია ჩვენ მოემზადოთ და შევქმნათ ისეთი პირობები არჩევნებისთვის, როდესაც ადამიანს გარანტირებულად ექნება თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ამას ვაკეთებთ კონკრეტული ნაბიჯები. თუმცა მედია გარემოს შეცვლის, ასე ვთქვათ, უკვე მომზადებულია პროექტი. საარჩევნო გარემოზე ჩვენი 6 პუნქტიანი შეთავაზება მივეცით საზოგადოებას და ხელისუფლებას. სხვათა შორის გუშინ ამას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ბაქრაძე. ეს მისასალმებელია ჩემთვის ნამდვილად, რომ მათ უკვე დაიწყეს რეალურად იმის დეკლარირება, რომ მზად არიან საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის. დაждენ მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩვენ 8 პარტია 2 კვირის ადრე რომ მივმართეთ მზად ყოფნას უფიქსირებთ დღესაც რომ მოლაპარაკების პროცესი უნდა დაიწყოს. ამიტომ უახლოეს მომავალში მე ამგვარი პროცესის დაწყებას ნამდვილად ველოდები და ეს არის სწორედ ის ბრძოლის ხაზი, სადაც ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გავაერთიანოთ საკუთარი რესურსები. თქვენ განაცხადეთ, რომ არ გაინტერესებთ რაზე მოილაპარაკებს უმრავლესობა და უმცირესობა და რომ ელით ხელისუფლებისგან პასუხს რას გულისხმობდით? სწორედ იმას, რაც გააკეთა ბაქრაძემ, მან ეს იყო თქვენთვის პასუხი. წინაპირობების გარეშე, დიახ, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საარჩევნო გარემოზე. ეხლა უმცირესობა და უმრავლესობა ყოველთვის ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, ხვდებოდნენ და ეს ჩვენ არ გვეხება. თუ კი მათ სურვილი აქვთ, რომ იმ
კონკრეტულ შეთავაზებებზე ჩვენ ერთობლივად გავაგრძელოთ მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღებია. და ჩვენ როდესაც 8 პარტიამ თქვით, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომისთვის მზად და ღია კარები ყველა პოლიტიკური ძალისთვის, კვალიფიციური სუბიექტისთვის თუ სხვისთვის, ეს მართლაც ზუსტად მივანიშნეთ, რომ ყველასთვის ღიაა ჩვენი კარები. ამიტომ მოლაპარაკების პროცესის დაწყება ალბათ უახლოეს პერიოდში მოხდება და აქ გვჭირდება ძალიან სწორი ტაქტიკით მოლაპარაკების წარმოება. რას გულისხმობთ ირაკლის სწორ ტაქტიკაში? ანუ არის თუ არა ამ საკითხებში ისეთი პრინციპული საკითხები, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ოპოზიცია არ დათმობს? სწორ ტაქტიკას გულისხმობ იმას, რაც მოხდა გასულ წელს, თუნდაც NDA-ის ფორმატით მოლაპარაკებებში, როდესაც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო იყო და ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენდა არასაპარლამენტო ოპოზიციას, შეთანხმებული არ ვიყავით კონკრეტულ საკითხებზე და ხელისუფლებამ ადვილად მოახერხა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გადაეხარა იმისთვის, რომ დაეჭერათ მხარი თუნდაც იგივე 30%-იანი ბარიერის და 50%-იანი ბარიერის საკითხს. აი ამას გულისხმობ. სწორი მოლაპარაკების ტაქტიკა ჩვენ უკვე არჩეული გვაქვს, რომ დაიწყება მოლაპარაკება, აუცილებელია მოლაპარაკებას ყავდეს, რა თქმა უნდა, ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც ორივე პარტნიორს, ორივე მხარეს, ხელისუფლებასაც და ჩვენს ოპოზიციასაც არ მისცემს მოდუნების შესაძლებლობას და გვეცოდინება ზუსტად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არც ერთ მხარეს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ გადათქვას საკუთარი ეს ტექნიკური მხარეა. ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, რომელსაც აქვს გამოცდილება საარჩევნო საკითხებში. ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა იქნება ის პრინციპული საკითხები, რომელსაც ოპოზიცია არ დათმობს? ძალიან მთავარი და პრინციპული საკითხები, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ეს არის საარჩევნო სიები, ეს არის მედია რესურსების გამოყენება, საარჩევნო დავების განხილვა, ყველა არის პრინციპული. მაგრამ წინასწარ ჩვენ არ ვაყენებ პირობებს, რაც დავთმობთ და რაც არ დავთმობთ. ეს მოლაპარაკებებში გაირკვევა. თუმცა დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ არ მიიღებს ულტიმატუმებს და ის ასე ვთქვათ, დათმობას ელის ოპოზიციისგანაც. არა, ულტიმატუმები არ არის დათმობა. ულტიმატუმების ენით არ ჩვენს და ვაპატიებთ ვინმეს ჩვენთან ლაპარაკს და არც ისინი. ულტიმატუმების ენა გადავდეთ გვერდზე ჩვენს და ძალიან სწორია, რომ ბაქრაძემაც არ გამოიყენა ულტიმატუმის ენა. ამიტომ ეს იმანიშნებს იქითკენ, რომ წიფთება პოლიტიკური ნება ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაში, რომ შედეგამდე მივიდეთ ამ მოლაპარაკებაში. ანუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მოლაპარაკებები რეალურად შედგება? მე დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები შედგება. რა შედეგით დასრულდება ეს, რა თქმა უნდა, წინასწარ ამის განშორება ძალიან რთულია. თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ანუ თქვენ ელით, რომ პოლიტიკური ნება ხელისუფლებისგან იქნება და რეალური შედეგი დაიდება? ველი, უკვე არსებობს პოლიტიკური ნება, რომ მოლაპარაკება დაიწყოს. ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა ეს პროცესი დაიწყება. პოლიტიკური ნება თუ საერთაშორისო ზეწოლა, ბატონო ირაკლი, უფრო მეტად. არის ეს ხელისუფლების ნება თუ საერთაშორისო ზეწოლა, ის რომ ისინი დასხდებიან თქვენთან მოლაპარაკებაში? ყველაფერი ერთობლიობაში. საერთაშორისო მოთხოვნაც, საერთაშორისო ძალისხმევაც, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, ჩვენი შინაგანი სიმტკიცე და ამავდროულად კეთილი ნება, რომ კომპრომისების გზით ვიაროთ, ეს განაპირობებს წარმატების გასაღებს. დიდი მადლობა. კარგად იყავით. ჩვენი სტუმარი იყო ირაკლი ალასანია, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ უკვე სოზარ სუბართან ერთად დავბრუნდებით ეთერში.